გამარჯობათ, მოგესალმებით მეგობრებო ყველას და დღეს მინდა ნაცების მრეცხავი განახოთ ტიპი და ძალიან პატარა ვიდეოთი დავიწყოთ, სულ რამოდენიმე წამიანი ვიდეოა და შემდეგ გავაგრძელოთ. ჩვენ ვაპარაკობთ შევახსენოთ და ეს deep state ხო უცნაური სიტყვა ახლა ბევრი ადამიანის თავში უცბად ხო ვერ გაჩნდება მსოფლიოში. ესე იგი, ხორადორი ქვეყნის მაგარი თანამდებობის პირები ახსენებენ ამ სიტყვას რუსეთი და საქართველო. აი სხვაგან სად გაგიგია either the deep state destroys America or we destroy the deep state department. Get the deep state, our deep state. მოკლედ, ეს ახალგაზრდა კაცი ნაცების მრეცხავი არის გადაცემა 2 წელსშუას წამყვანი და კიდევ თანაწამყვანი ყავს ისიც ახალგაზრდა კაცი, რომლებიც ჩვეულებრივი ნაცების მრეცხავები არიან, კერხებით ხელში დგანან და აი ამ ნეხვიან ნაცებს რეცხავენ. და ამ რეცხვის პროცესში თვითონაც აი ეს ნეხვის შეფები ესხმევათ სახეზე, მაგრამ იღებენ თავარი მიზანია, რომ დიადი აქვთ მიზანი, რომ ნაცები უნდა გარეცხონ და მოაცოცხლონ როგორმე და ამის გამო ზიან აი ეს ეთერში და აბა რა deep state და რუსეთი და ბიძინა და რაღაცებს ბოდოებში არიან გადავარდნი, მაგრამ მე პირადად არ მკვირს აი ამ ტიპებისგან ეს ბოდოები თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აი ეს ახალგაზრდა კაცი, ვინც ჩვენ ახლა ვნახეთ და ამის კიდე ძმა კაცი თანაწამყვანი, რომელიც არ ჩანს ამ კადრებში. ეს ორი ტიპი არიან ის ტიპები, რომლებმაც თავის დროზე ჩელიაბინსკში გაიღვიძეს და შესაბამისად ამ ჩელიაბინსკური რეალობიდან გამოდიან და ამიტომ არის, რომ აი ესე ჩელიაბინსკურად მიყავთ გადაცემები და ცდილობენ, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და ამყოფონ ამ რაღაცა ჩელიაბინსკის რეალობაში, რომელ რეალობაშიც თვითონ არიან აშკარად და მე პირადად შემიძლია, რომ აი ამ ტიპის სახელი არ ვიცი და მოვიხსენიო პოკლიჩკი ჩელიაბინსკი, აი ზედგამოჭრილია, ნამდვილად ეხატება აი ეს კლიჩკა ამ ახალგაზრდა კაცს თუ გავითვალისწინებთ კიდევ ერთხელ იმას, რომ დიახ ნამდვილად ამათ რო უყურებ გონია რომ რაღაცა ჩელიაბინსკის სტუდიიდან მიყავს ორ სუფთა ჩელიაბინსკელ ტიპს ეს გადაცემა. ვითომ ნაცებს აგინებენ ეს ტიპები და აი რო კითხავ რომ ხო აგინებ ნაცებს და ვინ არიან ეგ ნაცები, ვისაც შენ აგინებ, აღმოჩნდება რომ თურმე საერთოდ არავინ აღარ არის ნაცი და ამტკიცებენ რომ გვარამია ნაცი არ არის, ამტკიცებენ რომ გირჩჯაფარა ნაცი არ არის ძმაო, ხოშტარია ნაცი არ არის და უფრო მეტიც, აი ქოცები არიან ნაცები და ბიძინაა მთავარი ნაცი, ამას უმტკიცებენ ადამიანებს და ჩელიაბინსკურად ამას მე არ ვიცი რა ქვია, მაგრამ თბილისურად აი ამ ტიპების საქციელს ტრაკის თამაში ქვია. ხო და აი ეს ორი ტრაკის მოთამაშე ტიპი ზიან და ამ ტრაკის თამაშით რეცხავენ ნაცებს. და ერთ-ერთი აი ესეთი სამრეცხავ პროცესი იყო ეს კადრიც, რაც მე და თქვენ ვნახეთ, სადაც შალიკოუზით ეთერში და შალიკოსთან ერთად საზოგადოებას უმტკიცებენ, რომ თურმე აი როგორი რაღაცა საშინელებები ხდება ამ ქვეყანაში და როგორც დღეში ვართ და როგორ ნაცები არ არიან. სატირალია თუ სასაცილო სიმართლე რო გითხრა, ბოლომდე ვერ ხვდები კიდევ და ამ ადამიანებმა, ამ ახალგაზრდა ადამიანებმა რეალურად ძალიან კარგად იციან, რომ ეხავს ნაცობა და სირცხვილია ნაცობა და ნაცების გვერდში დგომა ნამდვილად სამარცხვინო საქციელია და არ მოსულა და ეს რო კარგად იციან, იმიტომ ვითომ არ არიან ნაცები და ამათნაირი არის ძალიან ბევრი სამწუხაროდ ჩვენ საზოგადოებაში, რომ ვითომ ნაცები არ არიან, ნაცების მაგინებლები არიან, ვითომ და მე ბოლო ჯამში აღმოჩნდება, რომ თურმე აი რო კითხავ, რომ აი ეს ნაცები ვინ არიან, ვინ შენ ასე ძალიან არ მოგწონს და ვისაც შენ ესე აგინებ. ერთადერთი ახალია აღმოჩნდება ნაცი. და სხვა ნაცი არავინ არ არის. სხვა ყველა პროევროპული ძალები არიან ძმაო და
ამ ქვეყანას პროევროპული ძალები ჭირდება და აი გვარამია მაგარი კაცი და ჯაფარა კიდევ უფრო მაგარი კაცი და ამ მარაზმში არიან შესულები და რა ვიღო ერთმა შეარგოთ ამათი არჩევანია და კი ნამდვილად ჩილიაბინსკის დონის და კალიბრის ტიპები არიან და სტუმარიც შალიკოც ნამდვილად აი ჩილიაბინსკის ტიპაჟი ზედგამოჭრილი და ესე ჩილიაბინსკურად მიყავთ გადაცემა და მივესალმებოდი მაგარი ქალაქიდან, ძალიან მაგარი ქალაქიდან, თბილისიდან ამ ორ ჩილიაბინსკელ ტიპს, რომელიც ჩილიაბინსკურ რეალობაში იმყოფებიან, ფაქტია. ეს არის ისი თქმაც მინდოდა აი ამ სასაცილო ტიპზე, რომელიც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არის ნაციონალური მოძრაობის მრეცხავი და ყველა გადაცემაში კერხებით ხელში ცდილობს, რომ ჩამორეცხოს ნაცებს ნეხვი და აი ამ პროცესში თვითონაც ამოიგუნგლა თავიდან ბოლომდე ნეხვში და ის თავისი თანაწამყვანიც ამ კადრში რო არ ჩანდა, ის გახარიას პარტიის წევრია, მე მგონი თუ ვიღაცის მოკლედ. აი ესე აღმოვაჩინე კიდევ ერთხელ ჩილიაბინსკელი ტიპები თბილისში როგორ ჩილიაბინსკური რეალობიდან გამოდიან და როგორ ჩილიაბინსკურ რეალობაში ამყოფებენ ჩვენ საზოგადოებას და ამის თქმა მინდოდა დღეს აი ამ პატარა ვიდეოთი და განგები ძალიან კარგად გაიგებდა ყველაფერს, რასაც ვლაპარაკობ.